რა არის რეალურად ეს დემონური ენერგიებს, რო ეძახით აგრესიას, ტოქსიკური ადამიანი, ნეგატიური ადამიანი, ლილიტ ზეროზის ესეთი ადამიანი, რა არის ყველაზე დიდი აგრესიის წყარო. ვინც ახლა ემპათიური ადამიანი არის, განსაკუთრებით ხვდებიან ხოლმე მიზეზები საიდან მოდის. ზოგი ცოდნის მიხედვით ფსიქოლოგიაში ვერკოვით, ეზოთერიკაში ვერკოვით და ამითი უახლოვდებით სხვა ადამიანის ტკივილს, ანუ სქემა რო გესმის, ან იბადებიან ისეთები, რომელიც ისედაც გრძნობენ ყველაფერს. ხა ჩვენთან ასტროლოგიაში ეს გამხატული არის 12 სახლი, ნეპტუნის ენერგია, მაგალითად კიჩხიბული ენერგია, რომელიც ემპათიასთან, ბუნებრივად კონტაქტზე არის, ხო? საიდან მოდის აგრესია? მოდი ესე ავიღოთ სულის ბირთვი, ხო? ეს სულის ბირთვი არის და სულიერი სამყაროების გამოცდილება არის. სად ვიყავით ელენას ზონაში, ანუ იმ რაღაცა ღვთიურში, მაგალითად რაღაცები დავარღვიეთ, რაღაცები ვიფალეთ და ჩამოვარდით აქ მიწიერებაში, ხო? ანუ ჩვენ ფაქტიურად ცხოველურ ენერგიაში ჩამოვდივართ, ეს რაღაცა სულიერი ვიბრაციის მქონენი და აი ამ ცხოველურ ინსტინქტებს აქვს თავის კანონები. ამას ვეძახით სატურნის კანონებს. ეს არის სრულად სატურნის ენერგია, მაღალ ვიბრაციაზე ეს კარმა არის, მაგრამ სატურნი მიწიერ დონეზე ეს არის საზღვარი მიწიერების, სადაც ის სულიერი სამყაროები აღარ აღწევს. და შესაბამისად ამ სატურნის ენერგიაში დედამიწის ვიბრაციაში, ანუ მატერიაში, მატერიას აქვს თავისი ეგო. და ვინც ხათა შორის, მეც მქონია ეს პრაქტიკა სხვებთანაც გამივლია, რო ნახეს მიწიერი სამყაროს კანონები, პირველი რამ მოდის აგრესია, ბრაზი. ეს ენერგიები, რომელიც აქ გადარჩენაში გვეხმარება. ანუ ეს არის ეგოს დაცვის ენერგიები. აი ამ ეგოს ვიცავთ როგორც სიცოცხლის გადარჩენის ინსტინქტი, ხო? ყველაფერი მიდის სიკვდილის შიშთან. ანუ ნებისმიერი ეგოს თემები მიდის სიკვდილის შიშთან. მაგალითად, მე თუ ხელს ვკრავს, მე თუ ჯგუფში რეალიზებული არ ვიქნები, მე თუ ჩემ თავთან არ ვიქნები, მაგრამ ჯგუფი უარყოფს და მე მოკვდები ცხოველურ ინსტინქტებში გავდივართ აქ, ხო? გამოქვაბულის ადამიანის პერიოდებში. შესაბამისად, თუნდაც ეგო მტკივნეული ეგო რო აქ ადამიანს მე არავის არ ვყარ, არაცნობიერ დონეზე აქ მედივართ, ეხლა სულთა ფსიქოლოგიურად გიყვებით სიკვდილის შიშთან. შესაბამისად, ამ სიკვდილის შიშს აქვს ეგოს ენერგიები, ანუ მატერია არის გადარჩენის ინსტინქტი თავიდან ბოლომდე. ეს არის ჩვენთან სატურნის ენერგია. მაგრამ ახლა ნახეთ ცოტა ეზოთერულ ენაზეც რო აგიხსნათ, აი ეს ყველაფერი როგორ არის კავშირში. სინამდვილეში აქ რო სიყვარული გვინდა ჩვენ და გადარჩენის ინსტინქტი გვაქვს. რაღაცა დონეზე სულიერ სამყაროსთანაც არის დაკავშირებული, იმიტომ რომ აქ ესმის ადამიანის ქვეცნობიერს, რომ აქ სიყვარული არის მთავარი სულიერ სამყაროებში. ანუ სადღაც ეგოს აქვს აი ეს ტკივილი, რომ მე დავკარგე სულიერი სამყარო. ანუ სიკვდილის მიღმა კიდე არაცნობიერ დონეზე, კიდე უფრო ხმად ამ ინსტინქტების მიღმა არის შიში, არაცნობიერში. რა ეს რაღაც ღვთიური არ დაიკარგოს ჩემში. და აქ მოდის ეს უკვე ცოტა მაღალ ვიბრაციაზე რო გადადის ადამიანი, მიდის მაინც ისევ აქ, ან თავარ წერტილში აი ამ სელენას ინკარნაციას, ანუ ღვთიურის გადარჩენა ჩვენში, ადამი და ევას ბაღში დაბრუნება, აი ამ თემაში მივდივართ ხოლმე სულ.